თავისი განცხადება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეხება ეს საკითხი და ისინი მიხედავენ ამას. ბატონმა იცის. ქალბატონმა ხათ განსჯობათ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ოპონენტებს. ქალბატონმა ხათ უნდა მახსენა ეხა ნაცექტა, გავიმეორებ. როცა მას შეკითხვა ჰქონდა დასმული ლუშკოვის ვიზიტთან დაკავშირებით და შემდეგ ბოლოს თავისი ნათქვამი დააგვირგვინა იმით, რომ ელოდება, რომ შესაბამისი ორგანოები და ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას და იმოქმედებენ ამ ძალიან არასასიამოვნო ვიზიტთან დაკავშირებით. ქალბატონ ხათუნა, ინფორმაცია იმ შესახებ, რომ ლუშკოვი იმყოფება საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელისუფლების სხვა ორგანოებს აქვთ გუშინლიდან მოყოლებული იმ მომენტიდან, როცა ეს კაცი ჩამოვიდა საქართველოში და გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ. მე პირადად მიმართა გუშინ სოციალური ქსელების გამოყენებით ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს და მოვუწოდე აღესრულებინათ კანონი ამ პიროვნებასთან მიმართებით, რადგან კანონი ჩვენი ტერიტორიების საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ უშვებს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას, მხოლოდ აფხაზეთის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან. სხვა ყველა შემთხვევაში ამ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან სხვა მიმართულებებიდან არის დანაშაული ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია და არ რეაგირებს. რეაგირების ნაცვლად ჩვენ დღეს მოვისმინეთ ცინიკური და თავხედური განცხადება ლუშკოვის იმის შესახებ, რომ ბატონი დავითი ბრძანდება აფხაზეთიდან, რომ საქართველოს უნდა შეეგუოს არსებობას აფხაზეთის თავისი ძირძველი ნაწილების, თავისი სხეულის ნაწილების გარეშე ცხოვრებას, რომ მათთვის უკეთესია აფხაზეთის მოსახლეობისთვის ამჟამინდელი მოსახლეობა, თუ შეიძლება დავარქვათ მაგათ, ვისაც უკავია იქ აფხაზეთის ტერიტორია და მათ შორის ოკუპანტის სახელმწიფოდან ჩასულ ადამიანებს და ცხინვალის რეგიონს ურჩევნია ყოფნა ისე, როგორც დღესდღეობით არის ეს ოკუპირებულ რეალობაში. მე შეგახსენებთ ამ ადამიანის ლუშკოვის განცხადებებს, როცა ის იყო მოსკოვის მერი. 2008 წლის 7 სექტემბერი, როცა ჯერ კიდევ კვამლი აზდიოდა ქართულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში და იქიდან დევნილი ადამიანები თავშესაფრის გარეშე იყვნენ დარჩენილები. აი ამ დღეს გააკეთა ესეთი განცხადება. ჩვენ გამანადგურებელი დარტყმა მივაყენეთ მტერს და იგულისხმებოდა მტერში საქართველო. შემდეგ 2009 წლის აგვისტოში, როცა ის ჩავიდა ცხინვალის რეგიონში და გახსნა ასე ვთქვათ დასახლება, დაბა, რომელსაც ბასკოვსკი დაარქვეს. ეს დაბა ააშენეს სწორედ მოსკოვის მერიის ორგანიზებით ქართული სოფლების ნასახლარებზე, პირდაპირ თამარაშენში მათ შორის, ყოფილ თამარაშენში, ვანო მაჩაბლის ნასახლარზე. და მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვენ იგულისხმა რუსეთი, დავაგვირგვინეთ ეს ბრძოლა, იმით რომ ვცანით სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო. მოდით, მოკლედ გითხარით საქართველოს ხელისუფლების რეაქცია რა უნდა იყოს ამის შესახებ? საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს მოქმედება კანონის შესაბამისად. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის კანონს არ აღასრულებს. და ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ქალბატონმა მაიამ ბრძანა სამწუხაროდ სახელმწიფო სისტემები მოშლილია ამ ქვეყანაში და ეს ხელისუფლება არ წარმოადგენს და არ არის გამომხატველი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების. გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონ რუსტას მოусმინოთ, შემდეგ ბატონ მუხრანს და გადავედით უკვე ჩვენს სხვა თემაზე, რაც კონსტიტუციას ეხება. პირველი რაც მინდა გითხრათ, ალბათ ის არის, რომ არ არის შემთხვევითი ტურისტული ჯგუფთან ერთად